სამი სიტყვით დაახასიათე ტერმინალი. პროფესიონალი, მზრუნველი, კეთილი. რასაკის არის კომპანია? 7 წელი. რა დრო დაგჭირდათ, რომ ბრენდად ჩამოყალიბებულიყავით იმ სახით, რაც დღეს ხართ? 2 წელი. რა იყო ყველაზე უჩვეულო ან მოულოდნელი აქტივობა, რომელიც ოდესმე გამართულა ტერმინალის რომელიმე სივრცეში? უჩვეულო აქტივობა. Halloween party ალბათ. თუ ტერმინალს რომელიმე ისტორიული პერსონის საკუთარ სივრცეში მასპინძლობის საშუალება ექნებოდა, ვინ იქნებოდა ეს? Barack Obama. რა არის ყველაზე კრეატიული ფუნქცია ან სერვისი, რომლის დამატებად გსურთ ტერმინალში, თუნდაც ფანტასტიკის სფეროდან იყოს? ალბათ უფრო ინოვაციური კუთხით წავიდოდი. AI რობოტს დავამატებდი აქ. რა ფუნქციები? სერვისის ჩვენი ადამიანების ნაცვლად ცდიდი უფრო სწორედ. საშემოსავლო გადასახადიც არის. რა არის ყველაზე მოულოდნელი ნივთი ან აქსესუარი, რომელიც შეგიძლია იპოვო ტერმინალის სივრცეებში? დეკემბერა. დროის მანქანა რა გქონდეთ, წარსულში მოგზაურებდით თუ მომავალში? მომავალში. რამდენად ჩორს? 20 წელი. რა ფერისაა ფული? რა ფერის არის? ფული, რა ფერის? მწვანე. მითხარ ერთი ნებისმიერი რამ, რაც საქართველოს როგორც ბრენდს ყველაზე კარგად წარმოაჩენს. ქართული ხალხი. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ გარემო, გეცნობათ ალბათ ეს სიტყვები, სადაც სამუშაო არ არის რუტინა, არამედ შთაგონება, გამოწვევა, არ დამოვიწყდეს რამე და სიამოვნება. შექმენით ეს გარემო თუ ეს რაღაცა მუდმივი პროცესია? ვფიქრობ, რომ შევქმენით, თუმცა ეს არ არის რაღაცა ერთი დღის დავალება. ეს ცოცხალი ორგანიზმია და შესაბამისად მუდმივი პროცესი არის თავისი გამოწვევებით და ყოველდღიური ამ გამოწვევების გადალახვებით. მაგრამ საბოლოო ჯამში კი, ვთვლი რომ შევქმნით. ღირებულებებზე მინდა კითხოთ, რასაც ეფუძნება ტერმინალი. კომპანია და შემდეგ უკვე ბრენდი. რა ღირებულებები? მთავარი ღირებულება არის თანასწორობა. ნებისმიერ რამე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ამას საფუძვლად უდევთ თანასწორობა. თუმცა თანასწორობის გარდა ვთვლი, რომ შევქმენით ისეთი მიკროზონა ამ ქვეყანაში, სადაც ესეთი პატარა ევროპა არის, რომ შემოდიხარ. ეს ევროპული ღირებულებები, ფასეულობები, ამაზე რო გითხრათ, მუშაობა გვიწევს ყოველდღურად არ არის. ესეთი თამდები არის ტერმინალი და ის ფასეულობები და ღირებულებები მოსდევს, რისთვისაც მე და თქვენ სავარაუდოდ ყოველდღე გვიწევს სამწუხარო დღეს ბრძოლა. ხო, კი ბატონო. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბრენდს კომპანიას თუ გნებოთ, არ ვიცი, მის ცალკეულ წარმომადგენლებს, ან მთლიანად როგორც ბრენდს გქონდეს სამოქალაქო პოზიცია. თქვენ რას ფიქრობთ მაგაზე? და ამ სამოქალაქო პოზიციაზე და ამ ღირებულებებზე ისაუბრო საჯაროდაც მათ შორის. კი, ვთვლი, რომ ბრენდი ხო ესეთი სოციალური პასუხისმგებლობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ბრენდი არ არის ესეთი რაღაც აღებული საღებავ რეზინი. ამიტომ აუცილებლად უნდა გქონდეს პოზიცია და ამაზე საუბარი ვთვლი, რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ამას ხო შემდეგ დომინოს პრინციპი აქვს. ამიტომ მე ხლა ვიცნობ ძალიან ბევრ კარგ ბრენდს და კომპანიას, რომელსაც პოზიცია აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ საუბრობ. და ჩვენი დღევანდელი გამოწვევებიც არის, რომ ის თავისუფლება გქონდეს ბრენდს, რომ თავისუფლად ისაუბროს და ამის უკან რაიმე შიში არ არსებობდეს და ვთვლი, რომ აუცილებელია. ხო, თუ ბრენდი ხარ, შენი ერთ-ერთი შემადგენელი, ეგ თავისუფლებაც უნდა იყოს რა. კი, კი. თორემ ისე ბევრი შეუძლებელი კომპანია არსებობს. დედამიწაზე. ჯინო, ცოტა თავიდანაც დავიწყოთ, რატომ შეიქმნა ტერმინალი? ტერმინალი, ესე იგი 2015-2016 წლებში თანადამფუძნებლები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ ბევრი წლები, ჩამოვიდნენ და ნახეს, რომ აფთიაქი, ბანკი, ლომბარდი იყო. სულშეც მაღაზია. ხო და არ არსებობდა სივრცე, სადაც ადამიანების რაღაც თავშეყრის ადგილი იქნებოდა. კოუორკინგზე რო არ ვისაუბრებ. მაქედან დაიბადა იდეა, რომ შექმნათ სივრცე, სადაც არ იქნებოდა საოფისე რაღაც ბიზნეს ცენტრული და არც სახლი, რაღაცა ესეთი სივრცე, სადაც ადამიანები თან საქმიან თავის საქმიანობას განახორციელებდნენ და თან იქნებოდა თავშეყრის ესეთი კომიუნიტის ადგილი და ესე დაიბადა ტერმინალი.
სახელს რა დატვირთვა აქვს ან რამე? სახელს პირდაპირ დატვირთვა აქვს, ეს არის ალბათ ერთადერთი ადგილი, სადაც აეროპორტი ტერმინალი, სადაც ამდენი განსხვავებული ადამიანი თავისი საქმიანობით, თავისი მიზნებისთვის იკრიბება ერთ სივრცეში და მე უცებ რაღაცა შეხედავ ეს არის ჩვენი გეითი, ეს ხალხი გადის ყავაზე უცებ რაღაცა შეერინგი ხდება და იდეების გაცვლა, მე ისე ყველა თავის საქმიანობას უყურებდა სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა რასის, ქვეყნის წარმომადგენელი იკრიბება ერთ სივრცეში. ეს არის პირდაპირ აეროპორტ ტერმინალი. ჩვენ ოფისებსაც გეითები ქვიათ, გეითი 1, გეითი 2. ძალიან საინტერესოა. ფერები მე რასაც ხედავ ტერმინალში არ ვიცი, რაღაცნაირად თან მყუდროები შეგრძნება, თან სამუშაო განწყობა. მოკეთ, აი ამ ფერებზე და ბრენდინგზე რეალურად დიდი დრო დახარჯეთ მუშაობას. იცით არის, ჩვენ არ გქონდა გამოცდილება აქ საქართველოში, რადგან ვიყავით პირველები და საიდანღაც უნდა აღვეყოთ, რაღაცა უნდა გვენახა. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია WeWork-ი არსებობდა, იმ წლებში ყველაზე დიდი და პრესტიჟული იყო და ასე ვთქვათ, იმისი copy-paste საქართველოზე მორგებული გავაკეთეთ. რა ეს განათება გავითვალისწინეთ, რომ ყოფილიყო მორგებული ადამიანზე, ყველაფერი არის ნებისმიერ რამე რაც კი ტერმინალში შექმნა არის ადამიანზე მორგებული. იმ საერთაშორისო სტანდარტები გამოცდილება აიღეთ? კი, გამოცდილება ავიღეთ და ის საერთაშორისო სტანდარტები მოვარგეთ უკვე საქართველოს რეალობას. და მე განვითარების ამბავია უკვე. რა თქმა უნდა. რამდენად კომპლექსურია ზოგადად ბრენდზე მუშაობა? მით უმეტეს ტერმინალისთვის, რომელიც არ არის ისე რაღაცა ყოველდღიური რაღაც მასობრივი მოხმარების ხო პროდუქტი. უფრო სერვისია ვიდრე პროდუქტი. ამიტომ აი ბრენდზე მუშაობა რამდენად კომპლექსური იყო? რთული არის და კომპლექსური იყო. ნუ სფერო თვითონ კომპლექსური არის. ეს არ არის რომ მარტო ოფისი ან რაღაცა პროდუქტი იყიდე. ეს არის ყოველდღიური ურთიერთობა ასობით ადამიანთან და თავისთავად ეს მოიცავს უამრავ კომპლექსურად უამრავ რამეს. ამიტომ მუშაობა კომპლექსურია. ჩემი კონკრეტული მუშაობა როგორც სფეროსი მეც პიროვნებითაც კომპლექსურია და მუშაობითაც ეს მე არ მევალება კონკრეტული ერთი დავალება დღიურად არის რაღაცა მიზეზი და ეს გზა საკმაოდ კომპლექსური არის რომ გაიარო. მით უმეტეს ამდენი თანამშრომელი და ასობით 1000-მდე მომხმარებელი ყოველდღურად როდესაც არის ძალიან დივერსიფიცირებული და კომპლექსური არის მთლიანად. ამ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე თანამშრომლების და მომხმარებლების სერვისის მიმღებების უკავშირს როგორ იყენებთ თქვენ როგორც ბრენდი? და რამდენად მნიშვნელოვანია უკავშირი განვითარებისთვის? ძალიან მნიშვნელოვანია უკავშირი როგორც კარგი ასევე ცუდი. ჩვენ ესე უკავშირი გვესმის ხოლმე ძირითადად კრიტიკა. არა. მე თაობას ვეკუთვნი, სადაც კრედიტს არ გაძლევდნენ მშობლები და მასწავლებლები, სულ ესეთი ცუდი უკავშირი და ამიტომ ცოტა ესე არის დარჩენილი, მაგრამ ყველანაირი უკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენად ვიყენებთ ეს უკვე დამოკიდებულია თვითონ რა ტიპის უკავშირია, რა უდევს საფუძვლად, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ყველა შეიძლება ადამიანი ცუდ ხასიათზე იყოს და რაღაცა ესეთი უკავშირი გითხრას, რომელიც არ არის რელევანტური იყო იმ წუთისთვის. მაგრამ უკავშირი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე მსჯელობთ, ამაზე ვფიქრობთ, რა არის რაც სტანდარტებს და ტერმინალის პოლისის მიღმა არის, ან რა არის ის რაც ჩვენ გავითვალისწინოთ და მომხმარებელზე მორგებული გავხადოთ უფრო. აი არ ყოფილა რომ რაღაც ტიპის უკავშირი ყოფილა, რაღაც რჩევა ან შენიშნოთ კარგი სიტყვა, იმიტომ რომ ესე იგი შეგნიშნეს თუ შენიშნა. და ამას რატო ვერ მივხვდით აქამდე? მოდი. კი, ოპტიმალ დღეს მქონდა სხვათა შორის ეს ეხლა უცებ ვიტყვი რაღაც ერთ-ერთ სატელეფონო ჯიხურში 3 წელია, 4 წელია ეს ფილიალი არსებობს და 4 წელი ერთ და იგივე განათება. დღეს მივიღე უკავშირო ბნელა ამ ოთახში. რომ მე რო კოლზე შევდივარ, ზარზე შევდივარ, იქ ბნელდა თუ შეიძლება განათება. აი 4 წლის მერე თქვი რომ ხო, ნამდვილად ბნელა, გასაკეთებელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსმენა ამ უკავშირის. მე მაინტერესებს რა გაკვეთილი მიიღეთ გუნდური მუშაობის ან კოლაბორაციის თაობაზე, როდესაც აკვირდებოდით ადამიანებს აი ამ სივრცეში, ვინც მოიხმარდა თქვენ სერვისებს. ტერმინალი ვერ იქნებოდა ტერმინალად, რომ არა ის ურთიერთობები და ის კოლაბორაცია და ის თანამშრომლობა, რაც სამდენი წელი ჰქონდა ჩვენ წევრებთან. ჩვენ წევრები არ არიან მომხმარებლები, მათთან ჩვენ ურთიერთობთ ყოველდღიურად და ეს თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ რამდენიმე ძალიან სერიოზული კომპანია, რომელიც დიდ წარმატებას მიაღწიეს, ერთად გავიზარდეთ, ერთად დავიწყეთ, ერთად გავიზარდეთ და
თანამშრომლობის და ურთიერთობის გარეშე არ მიმაჩნია, რომ რომელიმე კომპანია შეიძლება იყოს წარმატებული. მარტო სირბილი შეგიძლია მარტო ალბათ. დანარჩენი ყველგან არის ეს ურთიერთობა საჭირო, ეს კოლაბორაცია და თანამშრომლობა და ჩვენთვის ეს გაკვეთილი იყო, რომ ძალიან დიდი ტერმინალი მოვიდა აქამდე, იმიტომ რომ ეს ურთიერთობები არსებობდა. გუნდის წევრებში როგორ ავრცელებთ აი ამ ღირებულებებს და იმას, რაზეც რეალურად ტერმინალი დგას. და ეს გუნდის წევრები ხო, ეს თქოს აღარ შევამ ხოლმე, როგორც ეს ბრენდის ხმაში რამდენი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გუნდი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ბრენდის შექმნის პროცესში. გუნდი თანამშრომლებს გქონდეს. დიახ, თანამშრომლებს. ჩვენ პრინციპი გვაქვს ესეთი რაღაც პირამიდული სტრუქტურა არის. მე ვარ და ჩემს მერე მოდიან ის მთელი 74 ადამიანი, ოღონდ პირამიდული სისტემით. ამიტომ ეს გადაცემა ხდება აი ამ მშენებლობით. ღირებულება 74 ადამიანში მინდა ვთქვა, რომ ერთ და იგივე ღირებულებით ვარ და ამაზე მუშაობა არ მეწევს. არც მე, არც ფილიალის მენეჯერებს, არც ოპერაციო დირექტორს. ეს რაღაცა თანდაყოლილი გახდა უკვე ტერმინალისტვის. კითხვას რომ დაუბრუნდე, რამდენად მნიშვნელოვანი არის გუნდთან ეს ურთიერთობა, ამ გუნდის გარეშეც ვერ არსებობდა. ტერმინალს მე ხომ არ ვქნი. ტერმინალს ვქნიან ის ადამიანები, ვინც აქ არიან ყოველდღურად, ვინც თქვენ დღეს პირველად გამარჯობა გითხრათ. ამიტომ ხო ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რომ ის გარემო იყოს პირველ რიგში სწორი ჯანსაღი და ღირებულებების და მე რომელიც გადაეცემა უფრო მომხმარებელს. რა გამოარჩევს ტერმინალს სხვა coworking სივრცეებისგან? რა არის რაღაცა ის ერთი ან ორი რამე, ხუთი უნიკალური ტერმინალზე გამოარჩევს? ყველაზე პირველი ვიტყოდი რომ ადამიანები, რომლებიც ქმნიან ტერმინალს. ეს ადამიანები მე შეიძლება ხმამაღლა გამომივიდეს, მაგრამ გამომივიდეს ხმამაღლა არ ამშავს. ვთვლი რომ ის გუნდი რა გუნდის ტერმინალში შეიკრა არის უნიკალური და ეს გამოარჩევს სხვა სივრცეებისგან. და მეორე არის ის ოქროშუალედი, რასაც ჩვენ და ჩვენ წევრებს შორის არის. ის მეგობრულ პროფესიონალური დამოკიდებულება, რომელიც არც ერთ ზღვას არ გადადის, არის ასევე ძალიან უნიკალური და არა მარტო საქართველოში, მინდა გითხრათ, ბევრი ისიც მინახავთ და ეს ამითი ძალიან საამაყო ჩვენთვის რომ ეს ტერმინალში შევძელით ამ ოქროშუალედის დაჭერა. კოჩერები ვართ საქართველოში. კი. ეგეთ ურთიერთობებისთან შეგვიძლია ოქროშუალედების დაცვა. ჯინო, შენთვის რა არის ბრენდი ზოგადად? ადამიანი. ბრენდი არის ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვქნით, ჩვენ მოგწონს, ვაკეთებთ ისეც, ვასწავლით იმას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს არის ბრენდი. მე უკვე გაგაქვს საზოგადოებაში, გაგაქვს გარეთ და სთავაზობ უკვე ჩვენს მომხმარებელს ამ ბრენდს. ანუ აქედან გამომდინარე, შეიძლება ბრენდი იზრდებოდეს კიდეც, ანუ გულისხმობ რას, როგორც ადამიანი იზრდება, ეცვლება სოფხედრობა, ეცვლება შეხედულებები, ასე შეიძლება იყოს ბრენდი. ჩვენ ხარ 7 წლის წინ ტერმინალი, დღეს ის ტერმინალი არა, დღეს არის ბევრად უფრო ჭკვიანი, ბევრად უფრო განვითარებული, ზრდასრული, უფრო სხვანაირი რაღაცა. პასუხისმგებლობების ამბები, უფრო სანდო, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს არის სფეროში განსაკუთრებით. ამიტომ კი, როგორც ადამიანი იზრდება და ვითარდება, ასე არის ბრენდის და თუ არ ვითარდება, ესე იგი წარმატების მიღწევაც ალბათ გამორიცხულია განვითარების გარეშე. მადლობა, წარმატებები ტერმინალს. მადლობა, რომ იყავი ტერმინალის ბრენდის ხმა. ძალიან დიდი მადლობა.